გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. საფერავის მოყვანა რქაწითელზე რთულია. საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს შესაძლოა სუბსიდია გაუქმდეს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ მევენახეების უკმაყოფილება გამოიწვია. რა ეღირება ყურძენი თუ სახელმწიფომ სუბსიდია აღარ გასცა. სუბსიდია არ იქნება, მაშინ ვიღაცამ გადაიხადოს. ის ვიღაცა ვინ იქნება? საფერავი რო ღირდეს მაღალი ფასი, სუბსიდია საჭირო აღარ არის. რო გაუქმდე მაშინ რასაც სტამლებში იხდი და ისე ვის გამო ტყუილად უნდა იწვალვი. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გურჯაანში მძიმე დაშავდა 3 ადამიანი. სტიქია თელავის მუნიციპალიტეტში რომელი სოფლები დაისეტყვა და რამდენი პროცენტით. ვენახები გამაფუჭა, კარტოფილი გამაფუჭა, ლობიო გამაფუჭა. ვიტიმე ეკურატორი. ინტერნეტ თამაში, რომელსაც მოზარდები თვითკვლობამდე მიყავს, ამ თამაშს საქართველოში ერთი ახალგაზრდის სიცოცხლით შეეწირა, რომელი ინტერნეტ თამაშებია სახიფათო ბავშვებისთვის და რას ურჩევს მშობლებს ფსიქოლოგი. მეტი ყურადღება გამოიჩინა შვილის მიმართ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს კომპიუტერთან. ახაშნის საჯარო სკოლის ხელბურთის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. რა სამომავლო გეგმები აქვს სპორტსმენებს? რთული თამაში იყო. იქაც ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. თავდადება მონდობებმა გამოიჩინეს და გამარჯვება შესაბამისად გამარჯვება მოვიპოვეთ. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილქნეძე, მაგთისასა და მაი ვიდეოზე. მთავრობას ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა შესაძლოა საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდია გაუქმდეს. ამ ინფორმაციის გავრცელება მევენახეების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია, რადგან წელს უხმოსავალს ელოდებიან და უმრავლესობა ყურძნის ქარხნებში ჩაბარებას გეგმავს. მევენახეები შიშობენ, რომ სუბსიდიის მოხსნის შემთხვევაში ხარჯებს ვერ დაფარავენ. რა ეღირება წელს ყურძენი თუ სახელმწიფომ სუბსიდირება გააუქმა, ეკა თეთრაძე დაინტერესდა. საფერავის მოყვანა რქაწითელზე რთულია. ჩუმლაყელი იოსებ ჯოხაძე საფერავის ჯიშის ყურძნის მოვლის თავისებურებაზე გვიყვება. ამბობს, რომ რქაწითელთან შედარებით უფრო შრომატევადია და ფინანსურ ხარჯებსაც გაცილებით მეტს მოითხოვს. ფიქრობს, რომ წელს ყურძენს კარგი ფასი უნდა ჰქონდეს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შესაძლოა საფერავზე სუბსიდია აღარ გაიცეს, ამის იმედი აღარ აქვს. მარტო საფერავზე კი არა, საერთოდ არც რქაწითელზე მოვლენილი ხალხს არ აქვს. და საფერავები ძალიან ბევრია გაშენებული და საწაიღებს გლეხი თავის მარაში ამხელა რამეს ვერ მოათავსებს. აი მაშია საქმე და ძალაუნებურად მარე ხوار გადაკრეს. როდესაც 20-30 ტონა უნდა მოკრიფოს. არის ესეთი პლანტაციები 50 ტონის დამკრიფებები არიან და მეწიც. საწაიღოს იძულებული გახდება უნდა ჩააბაროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირების საჭიროებას ვეღარ ხედავენ და მისი გაუქმების შესახებ საუბრობენ, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. სად უნდა წავიღოთ, როგორ ჩავაბაროთ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაგაციკაც. ფერმერები წელს ყურძნის უხმოსავალს ელოდებიან და როგორც ამბობენ, იძულებული არიან ღვინის კომპანიებს ჩააბარონ, რადგან სახლში დასაწურად საკმარისი ჭურჭელი არ აქვთ. მათი განმარტებით წელს საფერავი მინიმუმ ლარნახევარი, რქაწითელი კი ლარი და 20 თეთრი უნდა ღირდეს. ფერმერები სუბსიდიის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ფიქრობენ, რომ თუ ამ თანხას ვერც ქარხნები გადაუხდიან, ეს მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ვიღაცამ ხომ გადაიხადოს, ხალხი ხომ დააკმაყოფილოს, ვიღაცამ ხომ გადაიხადოს, სუბსიდია არ იქნება, მაშინ ვიღაცამ გადაიხადოს. ის ვიღაცა ვინ იქნება? შარშანდელი ხო გახსოვთ, ლარს ითხოვდა ხალხი. და არ მისცეს. რა ვიცი, ბაწელს რა იქნება, ხალხი რაც უფრო მეტი იქნება, გახარებული იქნება ხალხი, მაგრამ ხალხზე რო იყოს დამოკიდებული, ჩვენ თვითონ დავადებთ ჩვენ ფასს, ჩვენზე არის დამოკიდებული. და რას დაადებდით? ლარი 20 მაინც უნდა იყოს ხაცითელი. საფერავი? იყო წლები მაგალითად 3 ლარი ღირდა, 2.5 ღირდა საფერავი. მერე დააკლეს ფასი. საფერავი რო ღირდეს მაღალი ფასი, სუბსიდია საჭირო აღარ არის. მაგრამ თუ არ ექნება ფასი, რა თქმა უნდა არის საჭირო. რა უნდა ღირდეს? ლარნახევარი მაინც უნდა ღირდეს საფერავი. ლარი კიდე ქარწითელი. ქარხნის დირექტორმა უნდა გადაიხადოს ეს თანხა. მაგრამ თუ კი არ გადაიხდიან, სუბსიდია საჭირო იქნება. რო გაუქმდე მაშინ რასაც სტამლებში იხდი და ისე ვის გამო ტყუილად უნდა იწვალვი გლეხმაბა. ძალაუნებურად უნდა ჩააბარვი. რამდენი დაეწურა მსკარი? შეიძლება დაწუროი 1 ტონა დაწუროი და 10 ტონა მოსავალი რომ მოუვიდე, სად უნდა წაიყვი? ძალაუნებურად ქარხანას უნდა ჩააბარვი. რასაც გადაიხდიან უბედური გლეხი ეგრე იქნება.
ხშირი. მაინც კუჭი არ გაიძღომია და არც გაუძღება გლეხ. სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს 1 კილოგრამ საფერავზე სუბსიდიის სახით 20 რქაწითელზე კი 45 თეთრი გაიცა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება საბოლოოდ ჯერ უცნობია. მევენახეები კი ფიქრობენ, რომ თუ სუბსიდია გაუქმდება, ეს დარგის განვითარებაზე უარყოფით დაისახება. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გურჯაანში ბაკურცეხიდან მომავალი ოპელის ფირმის ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადავიდა და ჯერ გოლფს, შემდეგ კი ჰონდა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ავარიის მიზეზი მძღოლის უყურადღებობა გახდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ჯერ ჰოსპიტალში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით 2 პაციენტს მოტეხილობა, ხოლო ჰონდას ფირმის ავტომობილის მძღოლს ტვინის შერყევა აქვს. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ოპელის მძღოლს ეძინა და ჯერ ერთს დაარტყა, მე ის იქიდან მომავალს პირდაპირ შეეჯახა მომავალს. გურჯაანიდან მოვიდი ბაკურცეხის მიმართულებით, მოძრაობდი. საპირისპირო მიმართულებით გადმოვიდა მანქანა, ჩემს უცნობი მძღოლი. და შემეჯახა. საბედნიეროდ გადავრჩით მეც და ჩემი შვილი მეც და მანქანაში. არ მიგვიღია დაზიანება სხეულის არაფერი. გადავრჩით. დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩვენს კლინიკას მომართა 3 ავადმყოფმა. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიქრობთ არის დამაკმაყოფილებელი, სიცოცხლისათვის სახიფათო ტრამვები მათ არ აქვთ, თუმცა მიმდინარეობს კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები. სტიქიათელავის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვარდისუბანი და შალაური დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ვარდისუბანში. აქ სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მოსახლეობის თქმით მენახები და ერთწლიანი კულტურები დაახლოებით 70% დააზიანა. ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დაეხმარება თუ არა ხელისუფლება დაზარალებულებს ჯერ უცნობია. ბოსტნეულიც განადგურდა, ქათამი, წიწილა, ყველაფერი გაგვინადგურდა. ხეივანი, ვენახები კი სულ განადგურებულია სულ ყველაფერი. მიწის მოსავალი საერთოდ აღარ არის. ვენახს საერთოდ არაფერი აღარ ასხია. წამოვიდა უთვათ 1 საათზე მეტი სეტყვა მოდიოდა და აგი გაიარეთ მთელი გუბი ისრიდი განა. ყინულები. სულ ყველაფერი გააფუჭა, ვენახები გააფუჭა, კარტოფილი გააფუჭა, ლობიო გააფუჭა. ბოსტნეული რა საერთოდ. თელავის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მოვიდა სეტყვა სოფელ ვარდისუბანსა და შალაურში. გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, საშუალო დონის სეტყვა იყო. რაც შეეხება ზარალს, ჩიქ სოფელში, აგერ ვარდისუბანში ვართ ეხლა და საკმაოდ ზარალია, დაახლოებით 60% არის დასაწყილი, მაგრამ სადაც სავარგულებია და ერთწლიანი ნათესები და ვენახები, იქ ამ სიძლიერის სეტყვა არ არის მოსული. ინტერნეტ თამაში, რომელსაც მოზარდები თვითკლობამდე მიყავს. სახიფათო თამაში ქართველი მოზარდით ჩაერთო, რომელმაც დავალება შეასრულა და თავი მოიკლა. ზოგადად ინტერნეტში გავრცელებული გარკვეული თამაშები მოზარდებში აგრესიასა და ძალადობის პროვოცირებას იწვევს. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ინტერნეტით სარგებლობის დროს შვილები მკაცრად გააკონტროლონ. ვერაიაშვილი გიამბობთ სახიფათო თამაშების შესახებ. Vittime e curatori avviene attraverso gli hashtag. ეს კადრები პოპულარულ ინტერნეტ თამაშ ლურჯი ვეშაპიდანაა, რომლის გამოც ევროპაში 300-მდე ახალგაზრდამ, რუსეთში 170-მა და საქართველოში 1-მა თინეიჯერმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თამაში ჩართულებს უცნობი პიროვნება ინტერნეტით დავალებებს აძლევს. პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულება, თუმცა შემდგომ თამაში რთულდება და უკვე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული მოთამაშეები ეგრეთ წოდებული მისიების შესრულებით თვითმკვლელობამდე მიდიან. თითოეული დავალების შესრულების შემდეგ მოთამაშე ვალდებულია დამამტკიცებელ საბუთად ატვირთოს ფოტოსურათი ან ვიდეო. მეტიც, ზოგჯერ ბავშვებისგან ითხოვენ უშუალო თვითდაზიანების პროცესის ვიდეოზე გადაღებასაც კი. სახიფათო თამაშების და ზოგადად ინტერნეტ თამაშების შესახებ გურჯაანში ქუჩაში გამოკითხული ბავშვებისა და თინეიჯერების მშობლებიც საუბრობენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა თაობა კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს. ისინი ვიდეო თამაშებს საათობით თამაშობენ, რაც მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. ეს არის ძალიან ცუდი სენი, მაგრამ რას ვიზავთ, მაგრამ ძირითადად ჩემი ბავშვები ისე არიან სწავლაზე გადართული, მხოლოდ მაშინაც სარგებლობენ, როცა უნდა რამე მოიწიონ. და მე ყველა ბავშვს და ყველა მშობელს ვურჩევდი, რომ შეძლების დაგვარად მოვაცილოთ ბავშვები კომპიუტერს. კომპიუტერის გარეშე ხა ცხოვრება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტია, მაგრამ
ეს არის სწორედ ამ კომპიუტერის ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი. იწვევს ეს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და როგორც ახლა ბავშვთა ფსიქიატრები გვასწავლიან, ეს ყოფილა ნარკოტიკზე უარესი. აქედან ბავშვის მოგლეჯა ესეთი იოლი არ არის. ამიტომ მშობლებმა უნდა თავიდანვე სანამ ბავშვი მთლიანად ჩაებმება და ეს ფსიქიკას იმდენად ებოჭება, რომ უკვე თვითონ თავის დაღწევა აღარ შეუძლია და უგრძელოთ იმდენად, რომ უნდა გავათვითცნობიეროთ ბავშვი, რომ ხშირად არ შეიძლება. ცუდი არის, რა თქმა უნდა. მე ჩემი წარმოსახვით ცუდი არის. თქვენი ბავშვები არიან ინტერნეტ დამოკიდებული? არა, მაინც არა. მე ვფიქრობ, რომ არა, ეს სასარგებლო მოზარდი თაობისთვის მიჯაჭვა საერთოდ კომპიუტერთან და მით უმეტეს თამაშებთან. უნდა აკონტროლო მშობლებმაც. თქვენ უნდა იყოს აღზრდა. უნდა მის შევა დარიგება, უნდა მის სკოლაშიც უნდა იყოს აგიტაცია მასწავლებლის მიერ. ბავშვების და მოზარდების ინტერნეტ თამაშებზე დამოკიდებულების მთავარ გამომწვევ მიზეზად ფსიქოლოგ მანანა სონღულაშვილის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება მიაჩნია. მისი რეკომენდაციით აუცილებელია მშობლებმა თავიანთი შვილები 2-3 წლის ასაკიდანვე აკონტროლონ და ვიდეო თამაშების ნაცვლად ეზოში სუფთა ჰაერზე ათამაშონ. ფსიქოზური მოვლენაა ინტერნეტ თამაშებით გატაცება. თითქმის ყოველი მეორე თამაშობს. როგორც კი გამონახავენ, უფროსები, დიდები, პატარები, ეგრევე თამაშებში არიან ჩართული. ერთადერთი გამოსავალია მშობელმა აკონტროლოს შვილი, გაიყვანოს სუფთა ჰაერზე, ასეინოს, ათამაშოს ბავშვებში, ბავშვებმა ბავშვობა დაკარგეს. დაკავებული არიან თავისუფალი დრო მიაქვს კომპიუტერს. ჩემი რჩევა მშობლის მიმართ ის არის, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს შვილის მიმართ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს კომპიუტერთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოსა და საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თუ ასეთი თამაშები ინტერნეტ სივრცეში არ გაკონტროლდება და მშობლებიც მეტ ყურადღებას არ დაუთმობენ შვილებს, შესაძლოა მოზარდებში თვითმკვლელობის ფაქტები კიდევ გახშირდეს. ახაშნის საჯარო სკოლის ხელბურთის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ხელბურთში სკოლების გუნდებს შორის შეჯიბრი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. ახაშნის საჯარო სკოლამ ქვემო და შიდა ქართლის გუნდები დიდი უპირატესობით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ისინი დასავლეთ საქართველოს სკოლების გუნდებთან გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი საზღვარგარეთ გაემგზავრება. სპორტსმენები შეჯიბრზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. მონაწილეობა მივიღეთ ასევე ხელბურთში, გავიმარჯვეთ კახეთში, კახეთის რეგიონში, გავიმარჯვეთ აღმოსავლეთ საქართველოს ზონაში და შემდეგ უახლოეს დღეებში გვექნება თამაში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელთან, გამარჯვებულთან და საერთო გამარჯვებას ვინც მოიპოვებს, საზღვარგარეთ გავემგზავრებით. ძალიან დიდი წარმატება ეს ბავშვების დამსახურება პირველ რიგში, თავდადება მონდომებმა გამოიჩინეს და გამარჯვება შესაბამისად გამარჯვება მოიპოვეთ. რთული თამაში იყო, იქაც ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. იყო ბევრი გაძევებები მოედნიდან, რამაც ცოტა ხელი შეგვიშალა გამარჯვებაში, მაგრამ მაინც საბოლოოდ მივაღწიეთ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, გუნდიდან ბევრი აპირებს რომ გაყვეს ამ სპორტს. ველოდებით რომ მოწვევა გვექნება აუცილებლად საქართველოს ნაკრებიდან, რადგან გვაქვს შესაბამისი მონაცემები, კარგ გუნდებში ვაპირებთ გაგრძელებას და რა ვიცი, იმედია რომ მივახცევთ ჩვენ დასახული გეგმებს და ავისრულებთ ოცნებებს. გურჯაანის საჭადრაკო კლუბის პირველობისათვის ბრძოლა დაასრულდა. ფინალურ შეხვედრაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები გამოვლინდნენ და დიპლომები გადაეცათ. პირველი ადგილი ბიჭუნათა შორის გიგი ჩოკოშვილმა, გოგონებს შორის კი ვიკა ქაჩლიშვილმა დაიკავა. ტურნირი გურჯაანში ერთ თვეზე მეტი მიმდინარეობდა და სულ 50 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. 50 ბავშვი თამაშობდა, ეს იყო კოლოსალური რიცხვი. ჩავატარეთ ტურნირი წრიული სისტემით. კარგად ითამაშეს ბავშვებმა, 3 გამარჯვებული ბიჭი გამოვლინდა და 3 გოგო გამოვლინდა. ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტ შედეგს აჩვენებენ და საქართველოს პირველობაზე წავიყვანთ ამ ბავშვებს და შედეგი მაღალი მოხდება. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ, მაგრამ მე მას ძლიერი აღმოჩნდი. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ მასწავლებლებს, რომ შემაყვარეს ჭადრაკი და მე გამაყოფილი ვარ საბოლოოდ ჩემი შედეგით.
ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაირად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბავშვებს, რომ ეზიარონ იმ პირველად ცოდნას, რაც არის საჭირო და შემდეგ უკვე მუდმივად იარონ ტურნირებზე, შეჯიბრებებზე, გურჯაანში ჩავატაროთ ხოლმე მსგავსი ტიპის ტურნირები და შეჯიბრებები, რომ შესაბამისად იქნებ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი მინიმუმ გაიზარდოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ზღაპრული კადრი ლაგოდეხის ნაკრძალიდან ამ სათაურით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ინტერნეტში ვიდეოს ავრცელებს. ფოტომახემ ერთდროულად კადრში 6 ცხოველი დააფიქსირა. ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. დაცულ ტერიტორიაზე უკვე გადაღებულია არჩვები, მურა, დათვი, გარეული ღორი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, შველი და სხვა ცხოველები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიღო. პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატოს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველო-პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნეს ფორუმის გამართვის აუცილებლობაზე. სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ეფექტურობა ეს ის პრობლემებია, რომლებიც საერთო სასამართლოების სისტემის 2017-21 წლების სამოქმედო სტრატეგიაში გამოიკვეთა. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კახა სოფრომაძის თქმით, აღნიშნული სტრატეგია ქართული სასამართლოს ისტორიაში პირველი გრძელვადიანი დოკუმენტია, რომელშიც დეტალურადაა განხილული სასამართლოს სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. დავუყობთ რამოდენიმე პრობლემას, რაც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაძლიერება სასამართლო სისტემაში. ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი როგორც სასამართლო სისტემას ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების კუთხით, ასევე საქართველოს პარლამენტს და კანონმდებლობას შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების თვალსაზრისით. ძალიან დიდი პრობლემა არის მოსამართლეთა რაოდენობის და სასამართლოების გადაკვეთილების პრობლემა, ანუ მართლმსაჯულების ხარისხის და ხელმისაწვდომობის პრობლემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხითაც საკმაოდ სერიოზული სამუშაოები იქნება გასატარებელი, როგორც მოსამართლეების დამატების კუთხით და ეს არის ხარისხიანი მოსამართლეების შემოყვანა სასამართლო სისტემაში, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს და თანამშრომლობა პოზიტიურ კონტექსტში გაგრძელდება. საქართველოს სტრატეგიის ანალიზის ცენტრის ექსპერტი 16 აპრილს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აფასებს. ჩვენთვის გაგრძელდება პოზიტიური ურთიერთობა თურქეთთან. ერდოანის პირობებში მოხდა საქართველო-თურქეთ შორის უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ჩამოყალიბება. და ჩემი აზრით ჩვენ ქვეყნებს შორის ნეგატიური არა, პირიქით უფრო პოზიტიური ტრენდები შეიძლება დავინახოთ. თურქეთი დიდ სახელმწიფო, თურქეთს ევროკავშირი სჭირდება ერთმანეთი, როგორ დაალაგებდებიან შევხედოთ, მაგრამ მე მომცემს არ ვყვებოდი, რომ რაღაც ან ერთი მხარე იქნება რადიკალურად, ან მეორე. ევროპიდან ქონდა ზომიერად ისეთი, რა ქვია, უკმაყოფილო გამოხატულება, იმიტომ რომ რამდენადაც მე წავიკითხე, იყო ძირითადად საქმე თვითონ არჩევნების დროს და წინა საარჩევნო სიტუაციის შეფასებაში. ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატო სტანდარტების ამერიკული ანალოგი M240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. დღეს ნატო საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ცენტრის იუბილე გვაქვს და ეს დღე დავიწყეთ ახალი ტექნიკის
გადაცემით 58 ბატალიონისთვის, რომელიც პირველი ჩაატარებს სწორედ წვრთნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მე სიმბოლურად მეთაურს გადავეცი M240 ტიპის ტყვიამფრქვევი ამერიკული წარმოების ასეულობით მივიღეთ ასეთი ტყვიამფრქვევი, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე იარაღი. ეს პროცესი აღჭურვის მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ ამაზე არაერთი საჯაროდ განვაცხადეთ. და სწორედ ნატოს სტანდარტებთან თანხვედრაში მყოფი აღჭურვილობით და ბუნებრივია წვრთნების მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფ ჩვენი ქვეყნის გრადობას. ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცენტრი, ჩვენმა ოფიცრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ცენტრი მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი ასევე ცენტრში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გვეხმარებიან შესაბამისი სტანდარტით ნატოსთან მიახლოვებაში. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ამ ცენტრის ფარგლებში ჩატარდა 2016 წელს ნატო საქართველოს სწავლება, რომელმაც აღიარება მოიპოვა. დაგეგმილი არის აღნიშნული სწავლება 2019 წელსაც. მეორე წლის წინ ჩამოვედი საქართველოში და ვხედავ ამ პერიოდის განმავლობაში თუ როგორ ვითარდება ეს ინფრასტრუქტურა. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს M240 ტყვიამფრქვევი გადავეცით, რომელიც ნატოს სტანდარტების იარაღია და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ჩვენი ეს ნაბიჯი სიმბოლურია და საქართველოს აგრესიის შესაკავებლად დაეხმარება. გამოშვებაში საერთაშორისო ამბები. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მაკრონის განცხადებით, მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მსოფლიოში რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. მისი ინფორმაციითვე პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის თემაზე მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე ისაუბრეს. მაკრონის თქმით, საჩქაროდ აუცილებელია მოლაპარაკებების ნორმანდიულ ფორმატში ჩატარება. მოსკოვში ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო RIA Novosti უწყება. სააგენტოს ინფორმაციით 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებში რჩება, აქედან 22 ბავშვია. მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა, შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო და ზიანდა 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სახურავი და დაახლოებით 10,500 მანქანა. ახლა საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. მულტინაციონალური კონცერტის AIK-ის დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ იგი ფულის დაზოგვის მიზნით მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. 90 წლის მილიარდერის თქმით, სწორედ მისი ხელმომჭირნეობის და დამსახურება ის, რომ AIK დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. აღსანიშნავია, რომ კამპრადი 40 წელია შვეიცარიაში ცხოვრობდა, იმის გამო, რომ მას შვედეთში მაღალი გადასახადები თავიდან აეცილებინა. ის შვედეთს 2014 წელს დაუბრუნდა. Bloomberg-ის მონაცემებით, კამპრადი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. მისი ქონება 41.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. არქიტექტურულმა კომპანიამ Rosan Bosch-მა 30-მდე სკოლა დააპროექტა, რომლებიც სუფასო სასკოლო ორგანიზაცია ვიტრას ეკუთვნის. ამ სკოლაში არ არის კედლები და შესაბამისად არ არის კლასები. ბავშვებს ჯგუფებად ყოფენ, ყველა ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა აქვს და გარკვეული სქემით ასწავლიან. ვიტრას ყველაზე ცნობილი სკოლა შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს და 1900 კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს. სკოლის სივრცეში არიან 5 ძირითადი ტერიტორიით გამოქვაბულები, პირადი სივრცე სწავლისთვის, ლაბორატორია, ექსპერიმენტები და პრაქტიკული სამუშაო. ცეცხლი ჯგუფური პროცესი, წყალი, შეხვედრებისა და დისკუსიების ადგილი, შოუ-ოფი, ნოვატორობის და აღმოჩენებისთვის. შენობის ინტერიერი ძალიან ვრცელია, გამოყენებულია ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, ნოუთბუქი სკოლაში მთავარი ატრიბუტია. აქ არ არის კლასიკური მერხები, თუმცა ყველა ბავშვს აქვს კომპიუტერი. ეს თავისუფალი სკოლა ეფუძნება სკოლის მოსწავლეებისთვის სივრცის შექმნას, სადაც გარემო სასკოლო განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. გამშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფოტოხელოვანის ირინა აბჟანდაძის წიგნის თამარ ციციშვილი პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოხელოვანის ნამუშევრების გამოფენა 5 ივნისამდე გასტანს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალიურ სასარიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. სასოსო ჯიბიძის შეგირდებმა 7 медали მოიპოვეს, რომელთაგანაც 5 ოქროა, თითო-თითო კი ვერცხლი და ბრინჯაო. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, გიორგი კურტანიძე, ბექა მამუკაშვილი, გიორგი ბარბაქაძე და ზვიად პატარიძე გახდნენ. მეორე ადგილზე ლევი აბულაძე გავიდა, ხოლო მესამეზე რამა სილაგადვა. ახლა ამითი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანდა და გამშვიდობებით ხუთშაბათამდე შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილქნეზე, მაგთისასა და მაი ვიდეოზე. ნახვამდის.